ლეგენდარული მსახიობის დაბადებიდან 1 საუკუნე გავიდა. დღეს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ქართული თეატრის, კინოს და ტელევიზიის განუმეორებელ საჩუქარზე, ეროსი მანჯგალაძეზე. ყველა სახასიათო როლს, კადრს და ამბავს დიდ ხელოვანზე ელენე ცინცაძე გაგვახსენებს. ტრადიციულად მის არაჩვეულებრივ ჯადოსნურ რეპორტაჟებში, რომელსაც გადაცემის ბოლოსთვის ვინახავ ხოლმე საკვირდაკულად. ქვეყნად მხოლოდ ერთი საქართველოა და ისიც ჩვენია. მე მივხვდი, რომ ის არის. კაცი, რომელიც შეუძლებელია დაივიწყო მისი სახასიათო როლები თუ მომაჯადოებელი ხმა. და ის მივხვდა, რომ მე რადიო რეპორტაჟები თუ საფეხბურთო მატჩები. შეუძლებელია ერთხელ ყური მოკრა და სამუდამოდ არ დაიმახსოვრო. ეს ეროსია. კაცი, რომელმაც სახელის მსგავსად სიცოცხლეც სიყვარულს მიუძღვნა, ჩვენ კი კვლავ გვაოცებს ისტორიები მასზე. დიდ მსახიობზე, ან უფრო დიდ სპორტულ კომენტატორზე, ან უფრო სწორად უდიდეს ადამიანზე. აღზრდეთ საქართველო! აღზრდეთ საქართველო! ყველამ ერთხმად შევ! გიორგი ლეონიძის ნატვრისხე, თენგიზ აბულაძის ეკრანიზაცია და ეროსი მანჯგალაძე ბუმბულას როლში. გაპარულანე ვირები. აქ კარგად ჩანს, როგორ შეეძლო როლში შესვლა. მისი ფრაგმენტული, თუმცა დაუვიწყარი გამოჩენა ეკრანზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს. ქვეყანაზე და ისტორიაზე შეყვარებული ბუმბულა, ლაკონური, თუმცა ძალიან ზუსტი და სწორედ მისი გმირით იტყვის ლეონიძე, ან უფრო აბულაძე, რომ ქვეყანა სამი რამაყრია, ცას კიდე, სხვას ხიდი, ადამიანს სამართალი, კარგად დაიწყო. როგორ უნდა დაივიწყო ეროსი ფილმში ქვევრი. როგორ მოხდი მანდა? პატარა, თუმცა მართლაც გენიალური ეპიზოდით. რა ვქნა ძმო, ქვევრის გადახვა თქვენ არ გინდათ. მე კიდე ქრისტე არა ვარ, სასწაული მოახდინო, სამჭკუაშვილი ვარ. ჯოს და სევერიანი ქალბატონ, რას გახსეს? არავით არის შაურა. მე ვარ სევერიან ციცივაძე. სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი, ფრანგული ფრაზები. ცხელა ბატონო. ძალიან სასაცილო მანერებით. ეხ, მამა ჩემს რა უთხარით, ისეთ მსახიობი მომ პანთეონში დასაფლავება არ მცდება. დილად არ ახსნება. ამიტომ დავიწყოთ თავიდან. 1925 წლის 3 მარტს დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში, ზუსტად 100 წლის წინ. მანჯგალაძეები მალე თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ეროსიმ კი უცებ დაკარგა ბავშვობა. ძმა ომში წავიდა, მამა დაიჭირეს, დედა ლოგინად ჩავარდა. პატარა ასაკიდან ოჯახზე ზრუნვა მას მოუწია, შემდეგ იყო თეატრალური, თუმცა პირველ ცდაზე მიმღებმა კომისიამ მისი არტისტული მონაცემები საკმარისად არ ჩათვალა და ასე გახდა ეროსი თავისუფალი მსმენელი. ქალაქის ყოველ კუთხეში, ყოველ უბანში. 17 წლის იყო, როცა რადიო კომიტეტში დიქტორების კონკურსი გაიმართა. 32 კონკურსანტ შორის გაიმარჯვა და გახდა რადიოს უცვლელი ხმა. ახალგაზრდა ფილის. მას შემდეგ ეროსი ცოცხლობდა მიკროფონით და ცოცხლდებოდა მიკროფონთან. მთელ მის სამსახიობო ნიჭს ამ საქმეში დებდა. ხავერდოვანი, ჯადოსნური ხმა და მისი რეპორტაჟები, რომელსაც მაშინ მთელი საქართველო უსმენდა და ელოდებოდა. ეს უდიდესი სენსაცია იყო, რომელშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა მიხეილ მესხ. მოდით, ჯერ მოვყვეთ მასზე როგორც გენიალურ სპორტულ კომენტატორზე. 30 წელი ეროსის ხმა და ფეხბურთი განუყოფელი იყო გულშემატკივრებისთვის. ეროსი იყო კაცი, რომელიც რადიოდან საფეხბურთო მინდორს დაგანახებდაო, ასე ამბობდნენ მასზე. 20 წლის იყო ქართულ ენაზე პირველი რადიო რეპორტაჟი რომ შესთავაზეს. ამ დროს უკვე თეატრალურში სწავლობდა, მერე ამ ამბავს თვითონ გაიხსენებს. ამხანაგო რადიო მსმენელებო ვიწყებთ პირველ საფეხბურთო რეპორტაჟს ქართულ ენაზე. ბედნიერება მე მხვდა წილად საპატიო და საამაყო მოვალეობის შესრულების. ისეთი დიდი დაუოკებელი იყო სურვილი და ცდუნება მატჩის ქართულ ენაზე რეპორტაჟისა, რომ დავკარ ფეხი და გუნდთან ერთად მოსკოვში ამოვყავით. აკაკი ხოროვას თურმე ცრემლიც კი აუცინცინდა თვალზე და
ჩემსავე ტონში შეზახა რეპროდუქტორს, ესე იგი მე შემომძახა, ჩამობრძანდები აქ და გაიგებ, რა ბედნიერებაც ხდა წილა. დიახ, ფეხბურთი მისთვის სპორტზე მეტი იყო. რეპორტაჟების დროს თამაშობდა ისე, როგორც სცენაზე. მისი მოგონილია უამრავი საფეხბურთო ტერმინი და იყო კიდევ ერთი ამბავი, რომელსაც ყველგან ყვებოდნენ. იმაზე თუ როგორ შეუნახა დინამოს გოლი ეროსიმ მსმენელს და მხოლოდ მაშინ გამოაცხადა, როცა მათ მატჩი ფრედ დასრულებული ეგონათ. შემდეგ კოტე მახარაძე მასზე იტყვის. გარდა საოცრად ხალერდოვანი დაბალი უძლიერესი შგარადობის. ეს კი ლეგენდარული კადრებია თბილისის დინამო მოსკოვის ტორპედოს ეთამაშება. კოტე მახარაძე და ეროსი მანჯგალაძე ოქროს მატჩი 1964 წელი და ხმა. ემოცია, რომელიც შეუძლებელია ვინმეს დაავიწყდეს. ბოლო საფეხბურთო რადიო რეპორტაჟი 1975 წელს წაიყვანა. მაშინ რადიო ტელევიზიამ ჩაანაცვლა და მისთვის ამ ყველაფერსაც აზრი დაეკარგა. ხალხს უყვარდა ეროსი. ყველგან ყურადღებას იქცევდა. თვითონ იბნეოდა თავს, უხერხულად გრძნობდა. სხვისი დახმარება მისი წესი იყო. ასე იხსენებს მისი და ეროსის. ერთმა კითხა ასეთი იუმორი და ასეთი სერიოზულობა ერთად როგორ გაქვსო, როგორ გითავსდებაო? მან უპასუხა, ხიარული კაცი მეტად დარდიანიაო. მართლაც, რომ დარდიანიც იყო და მარტოხელაც. 1948 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. ეროსის სცენაზე გარდაისახებოდა. წარმოდგენებისას შლიდა ფრთებს და ხდებოდა სასწაული. მაყურებელი სპეციალურად მის სანახავად დადიოდა თეატრში. იყო სატელევიზიო სპექტაკლებიც, რომელშიც პირველობას არავის უთმობდა. ყოველი ნორმალური წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი. რომ დაუძლურდები, მოფომფლოვდები, თვალზე რული ჩამოგაწვება, გუნებაში ბუნდოვნად იგრძნობ, რომ ისე ვის ბითური ხარ. და თუ ეროსი არ ჩანდა ეკრანზე, ისმოდა მისი ხმა, რომელიც გულამდე აღწევს და შეუძლებელია დაგავიწყდეს. თამუნია. იყო განუმეორებელი გამხმოვანებელი ვასილ ჩხაიძე ეროსის ხმის გარეშე, წარმოგიდგენიათ? აკიმი მამა შენი სახელი. აკიმ ერისთავი აკიმ. პიპინია რომელი უფროა? მსახიობი თუ მისი ხმა? ან იქნებ ორივე ერთადაა პიპინია. რატომ მაშორეთ ეს ბედური აკიმი, თორემ არ ვიცი რა თუნდა. დათიკო არ შენი დათიკო. კინოში სულ 14 როლი ითამაშა. არც ერთი იყო მთავარი, თუმცა მაინც ყველა ფილმში მთავარ როლში არის ჩვენთვის. ცოტა ნაწილი კი იქნები ჩემზე ამ ბოლო დროს ვერ მოგხედეთ. მაყურებლისთვის. შემდეგ თუმანიშვილი მასზე იტყვის. მაგალითად ეროსი მანჯგალაძეს ჰქონდა შესაძლებლობა ეცხოვრა ისე რომ როგორც მეფე. მაგრამ ის სხვანაირად ცხოვრობდა, ბარნოვზე, მარტო. დიდ სიყვარულთან, ელენე ყიფშიძესთან განქორწინების შემდეგ სრულიად მარტო. 56 წლის გარდაიცვალა, იმით რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა გულით. ყველგან წამლები ედო, უცებ რომ დასჭირვებოდა და დრო არ დაეკარგა. იმ დღესაც მეგობრები სტუმრობდნენ და უცებ ცუდად გახდა. ეს კი არქივია. არ ცხოვრობდა მეფესავით, მაგრამ იყო მეფე სცენაზე, იყო მეფე თავის საქმეში, მეფე ადამიანობაში და ზუსტად ამიტომ შეიძლება ბევრი გაქრეს, მაგრამ არ გაქრება დაუიწყარი, გენიალური და ძალიან განსაკუთრებული ეროსი მანჯგალაძე საქართველოსთვის. Сиони, 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 Сиони,